მიგაერ. აი ეს არის ვინც მე ვარ. და ბოლოს მოგესალმებით. მე ვაგრძელებ გადაცემას. ამჟამად ჩემი სტუმარი არის ქალბატონი მანანა ორბელიანი, სამართალდამცავ ორგანიზაციის სამართლებრივი სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელი. ქალბატონ მანანამ დამირეკა დღეს და თხოვა აი აქ მიგვეცა საშუალება გააკეთოს განცხადება და ილაპარაკოს იმ პრობლემებზე, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი და ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და რადგანაც ჩვენი ტელევიზიის წესდება ითვალისწინებს ამას, რომ ჩვენ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა მიმართოს საზოგადოებას, შეუძლია მოვიდეს და აქედან განახორციელოს ეს. აი ერთ-ერთი მაგალითი არის ეს დღევანდელი ჩვენი. ქალბატონ მანანა, გთხოვთ ბატონო ვახში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს და მე ახლა ძალიან მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ის, რა მომიყვანა თქვენს ტელევიზიაში, რომ საზოგადოებას მივაწოდო მართებული ინფორმაცია და დავსვა გადაჭრის გზები. 2025 წლის 30/07 ივლის მეზობელმა კარებზე მომისხა მომწამლავი ნივთიერება ლოცვის აღვლენის დროს. ანუ ვლოცულობ და საკმევას ვანთებ და ხალხი არის ბოროტის მიმდევარი, ეს მას უშლის ყოფა ცხოვრებას და უკვე მესამედ მომწამლავი ნივთიერება მომისხა კარებზე, რაც გახდა სუნთქვა გახდა შეუძლებელი, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და შემდეგ როგორ წარიმართა ეს მსვლელობა და როგორ დაუცველია საქართველოში ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, ეს უკვე ბოლო 2 თვის განმავლობაში გამომწვევა. მაგრამ აქ მე აქცენტს ვაკეთებ ახლა რაზე ბატონო ვახში. საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 155 მუხლი ითვალისწინებს, რომ რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება ამ მუხლით. და მე მიმართე საქართველოს პატრიარქს და ვთხოვე, რომ დამიცვას საქართველოს პატრიარქმა, წყემსტავარმა მოსაყდრე, რათა მიაღვავლინო ლოცვა და არ შემიშალოს სახელმწიფოსთან ერთად საკითხების შეთავსებით. რომ გამოიძიოს ეს საკითხი, რატომ ამ ქალბატონმა რატო ასხამს ამ შხამს, რატომ იზიანებს ჯანმრთელობას, რატომ იშლის ხელს და ჩვენ ახლა სახელმწიფოში ეს როგორ წყდება და რაღაცას ჩვენ ამას არ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ახლა ყურადღებას ვამახვილებთ საქართველოს საპატრიარქოს რეაქციაზე. მე ორჯერ მიმართე საქართველოს პატრიარქს ეს 12/08-ში და 30/09-25-ში დაზუსტებული საჩივრით და ამავდროულად მოვითხოვე, რომ გარდა იმისა, რომ მე ხელს მიჩლიან ლოცვის დროს, მე უსაფრთხოდ ტაძარში ვერ ვეზიარები. ვინაიდან ამ ხალხმა ტაძარშიდაც დაიკავა წინა რიგები და შეუძლებელი ხდება ზიარების უსაფრთხოდ მიღება ჯანმრთელობისთვის. მადლმოსილებას კარგავს წმინდა ზიარება. ეს ხალხი დგას ყველგან. აღავლენენ ლოცვებს, ამთქნარებენ, ახვალებენ და აცემინებენ და როგორც უსაფრთხოებას, როგორც პარლამენტს, როგორც გენერალურ პროკურატურას ყველგან დავაყენეთ ეს საკითხი და მათ შორის საქართველოს საპატრიარქოში. და ვინაიდან საკითხი დარეგისტრირდა წერილი და ამას არ მოყვა შესაბამისი რეაქცია და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საპატრიარქოში არის ორ ხელისუფლიანობა, ეგრეთ წოდებული შორენა პირველი და ილია მეორე, ჩვენ დავაყენეთ ღრმა შესწავლის შემდეგ, ჩვენ დავაყენეთ
საქართველოს საპატრიარქოში არსებული მდივან რეფერენტის შტატის გაუქმების საკითხი. თქვენ ეს ვინ აი ამ მე მანანა ორბელიანმა დავაყენე ეს საკითხი, ღრმად მაქვს ეს შესწავლილი მაქვს მსოფლიოში საპატრიარქოში, რომელიმე საპატრიარქოში თუ არსებობს ესეთი ინსტიტუტი მდივან რეფერენტის, რომელიც არის სულ სკანდალების ცენტრში გახვეული და დავაყენე საკითხი, რომ არ შეესაბამება მართვის სისტემას, ქმნის ორხელისუფლიანობას, მრევლისთვის გაურკვეველია მას ვინ უნდა გასცეს პასუხი და საერთოდ ჯამში არავინ არ სცემს და უკვე 16 სექტემბერს დავაყენეთ ეს საკითხი და ეს არის აყვანილი აგრეთვე ნომერზე. ეხლა მე არ ეხლა შევეხები ბატონო ვახში იმ საკითხებს, რაც აი რამ გამოიწვია ეს ჩემს მიმართ, რომ ესეთი ნეგატიური, რომ უკვე მოწამლაზე გადავიდა, ხო, გარკვეული კონტინგენტი. ამას წინ უსწრებდა ჩემს მიერ 1 წლის უკან საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს უსაფრთხოებაში და ყველა სტრუქტურაში დაყენებული საკითხი, როცა მე ანჩისხატის დღესასწაულზე მოლოცვის დროს აღმოვაჩინე ხატიდან მივედი და აღმოვაჩინე რომ ხატის დედანი იყო დაკარგული. ანუ ეს 1 წლის წინ? 1 წლის წინ აღმოვაჩინე და იმ თავითვე დავაყენე საკითხი, რომ ეს ხატი, რომელიც ამირანაშვილის მუზეუმიდან გადააბრძანეს ჯანაშიას მუზეუმში, დედანი არ არის. ეხლა დაინტერესდნენ საიდან იცის და ორბელიანმა საიდან იცის ეს ამბავი და ვინ აწუდის ამას ამ პატპოლნი ჩუმ ინფორმაციას. ორბელიანის მეგობარი იყო ელეგნე კავლელაშვილი, რომელიც იყო ცხონებული და იყო მცველი ოქროს ფონდის და მე მქონდა ყოველთვის ფუფუნება მივსულიყავი ხატის წინ და მელოცა საათობით. წამეკითხა იქ დაუჯდომელი და მე ამ ხატს უფლის ძალით ვსწავლობდი ყოველ ნიუანსს, ყოველ მხარეს, რომ წვრილმანს, რომ აი როგორ მოხდა მისი გადასვლა კეცზე, ესაა კეცისპირის ხატი, როგორ მოცა გადასვლა და როგორ შეიძლებოდა ეს რომ აი როგორ მოაღწია ჩვენამდე. ამიტომ მე ეს ხატი დავიმახსოვრე და როცა მე მივედი უკვე ჯანაშიას მუზეუმში, ეს ის ხატი არ იყო და ვთქვი, ეს ის ხატი არ არის. მე ეს უთხარი რამოდენიმე მოძღვარს და არ შევცდე რამეში, სანამ წერილით მიმართავდე სახელმწიფო ორგანოს და საპატრიარქოს და ვთხოვე, რომ ისინი მისულიყვნენ, მიბრძანებულიყვნენ ჯანაშიას მუზეუმში და შეემოწმებიათ რომელიც ჩემზე უკეთესად იცნობს ამ ხატს, ჩემზე მეტი ულოციათ ამ ხატის წინ და მათმაც დაადასტურეს, რომ ეს ის ხატი არ არის. ამ შემთხვევაში მე მივმართე გაეროს, იუნესკოს და მოვითხოვე, რომ ხატი სადაც არ უნდა იყოს გატანილი, ის არის საქართველოს საუკუთრება და ის უნდა დაუბრუნდეს საქართველოს. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ ჩემს მიმართ განვითარდა აი ესეთი მოვლენები და უკვე ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გახდა არა ხელშეუხებელი. ქალბატონო, ერთი კითხვა შეიძლება ჩავიწერო. რამე ოფიციალური ექსპერტიზა გაკეთდა იმისა, რომელიც არის ახლა გამკეთებული? არა. მე მოვთხოვე გაეროს და იუნესკოს, მან წარმოგვიდგინოს პრეისკურანტი, რომ რა ეღირება ამ ხატის, ვინაიდან იტალიის ექსპერტებს ამ ხატზე ნამუშევარი აქვს გადატანის დროს, შეიძლება და თუ არა მისი გადატანა, რაზედაც ქალბატონი ელენე თავს იკლავდა, რომ ამის დამძრევა აქედან არ შეიძლება და იტალიის იუნესკოს ექსპერტებს აქვს ამაზე ნამუშევარი. ეხლა ბატონო ვახში, მე მოვთხოვე ამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და იუნესკოს, რომ ეს უკვე დადგენილია, რომ ის რაც აქ არის, ეს არ არის და სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება მტკიცების ტვირთი მისია და მან უნდა ამოიღოს ჯიბიდან ფული და უნდა თქვას, რომ ქალბატონი ორბელიანი ცდება, ეს ის ხატია, აი მე თქვენ ხო გჯერათ იუნესკოს დასკვნის
აი მე ჩამომყავს იუნესკოს ექსპერტები და შეამოწმებენ და ეს ის ხატი არის. მაგრამ ეს არავინ არ თქვა. ამას არავინ არ აკეთებს. და მე პირიქით ჩემს მიმართვაში ინგლისურ და ქართულ ენაზე, რომელიც მე მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მე ვთქვი რომ ამას ჩვენ ავკრიბავთ ამ ფულს ქართველი ხალხი, თქვენ ჩამოგბრძანდით, გააკეთეთ ექსპერტიზა და ჩვენ გადავიხდით ამ ფულს. მე შემიძლია ეს თან ხავკრიბო. და ამის შემდეგ ვითარდება ეს მოვლენები, ესე იგი მიიჩნიენ, არის ესეთი ბეჟანიშვილი, რომელმაც პირდაპირ ტექსტით მითხრა, რომ თქვენ დაუპირისპირდით ბატონ ივანიშვილს, ანუ ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდი მე, მანანა ორბელიანი, რომელიც ვიცავ. რითი დაუპირისპირდი? აი, მითი რომ მე ხატი აღმოვაჩინე და ეს არ არის ის დედანი. სად არის ხატი? ბატონო ახში 25 წლის წინ ამ ხატში იყდინდა ებრაელები 25 მილიარდს. ეხლა ალბათ 70-ს გადაიხდიან. ხო? ეს არ არის ის ხატი. და ამის შემდეგ ამ ქალბატონმა პირდაპირ ტექსტით მითხრა, რომ თქვენ დაუპირისპირდით ბატონ ივანიშვილს, თქვენ ხართ პროგრამაში და თქვენ აუცილებლად მოგწევენ იმას, რასაც აი მოგწამლავენ და ესე და რაღაცა ესეც. ეს კაცი ვინ არის თანამდებობით? ეს არის ჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ემსახურება ამში და არის ფარული თანამშრომელი ორგანოების. შეშრების გასაგები. ეგ იმაში ჯანაშიას ინსტიტუტი. არა, ეს აი ეს ნაცნობობიდან მოსული ადამიანი. ეხლა ბატონო ვახში რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ მე რაც შხამი მოასხეს, ის დღემდე იქ არის, არავის არ მოუწმენდია. პოლიცია მოვიდა, გადამიყვანა პოლიციის განყოფილებაში და უკვე მეხუთე ჯერ გენერალური პროკურატურა იღებს საჩივარს, გადაგზავნის ქალაქის პროკურატურაში, ქალაქის პროკურატურა რაიონის პროკურატურაში და იქ ერთი თქვენი ნინო ჟვანია, რომელსაც ამ საცოდაგოგოს აწერენ ამ საქმეს და პასუხს ვერ იძლევა. დღემდე შხამი მიახმაკარებს და გარდა ამისა გასაღები, ბინის გასაღები აწვალეს და გასაღები არ შედის შიგ. ეხლა მე თუკი ვინმეს ეჩვენება რომ მე ესეთი რაღაც რეპრესიული მექანიზმით შემაშინებს, ეს არის გამორიცხული. მე დავიბადე ერთხელ, ძალიან ცუდი ქრისტიანი ვარ, ძალიან უღირსი მაზიარებელი, სულ რამოდენიმე თვის უკან ვისწავლე ნორმალურად მრწამსი, მაგრამ მე დავიბადე ქრისტიანად და მე აღესრულები ქრისტიანად. და ეხლა ბოლოს რა მინდა ბატონო ვახში გითხრათ. მე ამ საკითხზე ვესაუბრე ქალბატონ დოდო გვანცაკოპლატაძეს და მან თქვა, პრობლემის არსი გაიგო და თქვა, თუ ჩვენ ვთმობთ ქართველები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, თუ ჩვენ ვთმობთ ანჩის ხატს, ჩვენ ვთმობთ მართლმადიდებულ ქრისტიანულ რწამს. ეს არის მეცნიერი, მე ამას არაფერს არ დავამატებ. ეს არის ძალიან მოკლედ რისი თქმაც მითქვა და ბოლოს რა მინდა თქვა. მე დღეს ახლა მივალ საქართველოს საპატრიარქოსთან, გავაკეთებ რამოდენიმე საათიან პროტესტს, თუკი საქართველოს პატრიარქი და სულ ბოლოს რა მინდა თქვა. საქართველოს პატრიარქი, რომელიც 2 თვის განმავლობაში რეაქციას არ აქვს, მანამ მის ხურამდე არ მიდის ორბელიანის ტკივილი მრევლის, რომელსაც წამლავენ ლოცვის დროს, არ აინტერესებს უსაფრთხო ზიარება და იგივე პატრიარქს გამოაჩენენ ტელევიზიით, რომელიც 4 ოქტომბერს აძლევს ხმას. და მე ამის სურათებს ახლა თქვენ წარმოგიდგენთ, როგორ მისული არის ეს მთელი საარჩევნო სამღვდელოება და აი პატრიარქს, რომელსაც შემოხაზვა არ შეუძლია 41-ის აძლევს ხმას და სულ ესე დაყურებს შეიძლება ის რომ პატრიარქი ბრძენია და ის თავის გონზე ჩვენ მასში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ნების გამოვლენას ჭირდება ქმედება. მან უნდა აიღოს თავისი კალამი, შემოსხაზოს 41 და ამ ფაქტს არ უნდა ესწრებოდეს არანაირ. და თქვენ ბატონო ახ შეხლა სურათებს გაჩვენებთ თქვენი ოპერატორი და ნახავთ რა ხდება იქ. არა ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა,
ეს არის დაცინვა და დაკნინება საქართველოს პატრიარქის. გთხოვთ საქართველოს პატრიარქს მოეშვათ. ეს არის რისი თქმა წმინდული. დიდი მადლობა. ეს იყო ქალბატონ მანანა ორბელიანის გამოსვლა. მე მართალ გითხრათ ძალიან დამაინტერესა და საინტერესო არის სინოდის პოზიცია იმ საკითხთან, რომ ხატი არ არის დედანი და ესე იგი სადგავარდა. საინტერესოა, ალბათ ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ დიახ, მე ვიყავი პროკურატურაში დაბარებული და მათ აინტერესებდა ვინ მითხრა მე ეს ამბავი. მე ახლა პირდაპირ ერთერში ვთქვი, რომ ჩემთვის ეს არც არავის არ თქვავს, მე ამ ხატს ვიცნობ, მე ვიცნობ ყოველ მის კონტურს, მონახას და ყოველ წერტილს. დიდი მადლობა. მადლობთ, სიკეთე თქვენ, გვარავდეთ ქრისტე, გვარავდეთ ანჩის ხატი. კარგად წამდებოდეთ. გამორჩეს. всё, მოვჩით. ჩავეტიე?